ზემო იმერეთის ისტორიაში იმ ადამიანებს შორის, რომლებიც თავად იქცნენ ამ ისტორიის გმირებად, ყოველთვის იქნება ვიქტორ ნოზაძე. ადამიანი, რომელიც თავის ცხოვრებითა და მოღვაწეობით ქართველი კაცის მიერ შექმნილ უპირველეს წიგნთან ვეფხისტყაოსანთან ასოცირდება. ყველა სოფელს აქვს თავისი ისტორია, ჩვენ სოფელს ყავს ვიქტორ ნოზაძე. ვიქტორ ნოზაძის დიდი გზა სოფელ მოძვიდან დაიწყო. მისი მშობლები ივანე ნოზაძე და აღათი გაფრინდაშვილი იყვნენ. იგი 4 დედმამიშვილს შორის უფროსი იყო და ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სწავლისადმი განსაკუთრებული ნიჭით. საჩხერესა და ჭიათურაში მიღებული პირველდაწყებითი განათლების შემდეგ მან სწავლა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში განაგრძო. სწორედ აქ, დიდი იოსებ ოცხელის მზრუნველობითა და სკოლის ეროვნული გარემოთი საფუძველი ჩაეყარა მის სიყვარულს სამშობლოსადმი. გიმნაზიის ოქროს მედლით დასრულებისა და მოსკოვის უნივერსიტეტის შემდეგ 1919 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ იგი ევროპაში სასწავლებლად გაგზავნა, თუმცა ბედისწერამ სამშობლოში დაბრუნება აუკრძალა. ვიქტორმა იცხოვრა ლონდონში, ბერლინსა და პარიზში. პარიზში მან აქტიური ჟურნალისტური მოღვაწეობა დაიწყო. გამოსცემდა ჟურნალებს „ორნატს“, „ქართლოსსა“ და „კავკასიონს“. ვიქტორ ნოზაძემ რუსთაველის პოემას 6 ფუნდამენტური ტომი მიუძღვნა, რომელთაც თავისივე ხელით აწყობდა სტამბაში. ესენია „ვეფხისტყაოსნის ფერთამეტყველება“, „ვარსკვლავთმეტყველება“, „მზისმეტყველება“, „საზოგადოებათმეტყველება“, „ღმრთისმეტყველება“ და უკანასკნელი „მიჯნურთმეტყველება“. ვიქტორ ნოზაძე გარდაიცვალა 1975 წლის 24 აპრილს, 82 წლის ასაკში, საფრანგეთის ქალაქ არპაჟონში. ანდერძის თანახმად, იგი დაკრძალეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. მისი მდიდარი არქივი და 10 ტომად გამოცემული თხზულებათა სრული კრებული დღეს საქართველოს საკუთრებაა. გარდა ამისა, მან უდიდესი წვლილი შეიტანა ციურხში ქართულ-გერმანული ლექსიკონის დასრულებაში. მისი შრომა მეცნიერების ნამდვილი გმირობაა. ვიქტორ ნოზაძის სასკოლო მემორიალური მუზეუმი მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტში, მეცნიერის მშობლიურ სოფელ მოძვში. მუზეუმი 2006 წლის 12 ოქტომბერს ვიქტორ ნოზაძის საზოგადოების ინიციატივით სოფელ მოძვის საჯარო სკოლის შენობაში გაიხსნა. ვიქტორ ნოზაძის არქივი საქართველოში პროფესორმა გურამ შარაძემ ჩამოიტანა, ხოლო სოფელ მოძვში მის ტრანსპორტირებასა და განთავსებას ვიქტორ ნოზაძის საზოგადოება ბატონ გურამ შარაძესთან ერთად ხელმძღვანელობდა. მუზეუმის ფონდი 155 ექსპონატს აერთიანებს. აქ დაცულია ვიქტორ ნოზაძის მემორიალური ნივთები, სტამბის კლიშები, საფრანგეთში გამოცემული ჟურნალ-გაზეთები და წიგნები, სამეცნიერო ლიტერატურა და სხვა ისტორიული მასალები. რაც შეეხება საბეჭ დაზგასა და მატრიცებს, ისინი გადატანილ იქნა თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც ამჟამად ემიგრაციის მუზეუმია განთავსებული. ბატონო ვიქტორ, თქვენი მთელი სიცოცხლე მოანდომეთ ვეფხისტყაოსანის კვლევის საკითხს. თქვენი შრომები ხომ დღეს საქართველოშიდაც უკვე კარგადაა ცნობილი. ხომ არ მოგვითხრობთ თქვენ, რა კვლევითი გზით მიადექით შოთა რუსთაველს და შეიძლება ზოგიერთ საკითხებსაც შეეხებით, რომლებიც ასე ვთქვათ აინტერესებს ჩვენ მსმენელებს. ეს არის გზნელი ამბავი. ყველა კვლევა დიდ მუშაობას მოითხოვს. ყოველთვის მაინტერესებდა ვეფხისტყაოსანი როგორც ჩვენი კულტურის უშესანიშნავესი ძეგლი და შეძლების დაგვარად. ჩემი ცხოვრების გზაზე მის კვლევას მივდევდი. განსაკუთრებით შუა საუკუნეთა აღმოსავლეთის და დასავლეთის კულტურის ზრდასთან პარალელურად. ჩვენ ვსწავლობთ არა მხოლოდ ისტორიას, არამედ ადამიანურ გამძლეობას, როგორ დაიცვა ერთბაქართულმა მთელი კულტურა. ეს მუზეუმი გვასწავლის, რომ საქართველოს ისტორია თითოეული ადამიანის თავდადებით იქმნება. ასეა ჩემი ბუნება, მელანი რომ არ მქონდეს, ჩემი სისხლით დავწერდი. ამბობდა დიდი მეცნიერი, რომლის ცხოვრება იქცა ჩვენი სკოლის, ჩვენი სოფლის და ჩვენი ქვეყნის მემკვიდრეობად. ჩვენ შექმნით ბლოგი, სადაც ვაგვიყენებთ ყველაფერს, რაც ვიქტორ ნოზაძის შესახებ ვისწავლეთ, რათა მისი მემკვიდრეობა ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის. ეს ადგილი პატარა ოთახია, მაგრამ დიდი ისტორიის მატარებელი.